მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან კარგი ანონსი მაქვს თქვენთვის, საინტერესო ანონსი მაქვს. 3 და 4 მაისს გვექნება ორდღიანი ჯგუფური ტრენინგი პროგნოზებზე, რა არის ასტროლოგიაში პროგნოზები, როგორ შეგვიძლია დავინახოთ, რა არის საერთოდ პროგნოზები, რა არის დირექციები, რა არის პროგრესიები, რა არის ტრანზიტული ასტროლოგია, მაგალითად, ხო, ტრანზიტები, რა არის სოლარის რუკა. ამაზე გვექნება თეორიული ჩვეულებრივი ესეთი თეორიით გავვილთ დღეს, თეორიული ანალიზი, თავისი სლაიდებით და შემდეგ მეორე დღე გვექნება პრაქტიკა უკვე მონაწილეების პირადი რუკებით, ცოტა თერაპიულიც იქნება ეს და მე ყოველთვის როცა ტრენინგებს ვატარებ ხოლმე იქ ფსიქოთერაპიასაც ხო გავდივართ ფაქტიურად, რომ ნახოს ადამიანმა როგორ მუშაობს რუკა ზოგადად, ანუ ცოცხლად შევეხოთ ასტროლოგიას, ეს კიდე საერთოდ სხვა არის. და ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ თუ უბრალოდ ფორმულებში გვექნება ცოდნა, ხომ, იმას ვერ ვიგრძნობთ და საერთოდ ვერ გამოვიყენებთ. მნიშვნელოვანი არის შევეხოთ. და მონაწილეების აი ამ თერაპიული კუთხით მონაწილეების რუკებით რო გავდივართ, ხომ, უფრო ხედავთ როგორ მუშაობს რუკა, უფრო გვესმის ადამიანების შემდეგ, ანუ ასტროლოგიას განმარტო ჩვენ თავზე ვსწავლობთ, ამე როგორ დავინახოთ სხვა ადამიანებშიც ეს რუკები, ამასაც ვსწავლობთ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის სისტემა, ჩემი აზრით, ჩემი პრაქტიკით წლები ამას ვაკეთებ და ანუ ხედავ, რომ ყველაზე შედეგიანი ჯგუფური თერაპიული ტექნიკები არის და პროგნოზირებაში ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის გამოყენება. ხშირად მეგობრებო, პროგნოზები არასწორად არის ხოლმე გაგებული, გაანალიზებული. გგონია, რომ პროგნოზებში შეგვიძლია ხშირად წერენ ხოლმე ერთი წლის პროგნოზი გამიკეთეთ და ეს ესე არ მუშაობს, გულახდილად რო გითხრათ. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ტენდენციები, შეგვიძლია ვნახოთ ესე თუ განვითარება სიტუაცია, ეს აი ეხლა მაგალითად ეს პერიოდი რას მოიტანს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ბოლომდე ვნახოთ კონკრეტულად, რომ ესე იქნება თუ ისე იქნება. ხო, მეტნაკლებად შეგვიძლია დავინახოთ, მაგრამ მაინც ემსგავსება ხოლმე უკვე მკითხაობას. იმიტომ რომ მათ უნდა ვიმკითხავთ, ესე იქნება თუ ისე იქნება, არ ვიცით, ხო? და ამის გამო, მაინც შეგვიძლია მეტნაკლებად დავინახოთ, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესო არის დირექციები, მაგალითად არის ასტროლოგიაში ესეთი სისტემა პროგნოზირების დირექციები, რასაც გავვლით ტრენინგზე და მანდ შეგვიძლია ვნახოთ ფაზები ჩვენი ცხოვრების. რა ფაზაში ვართ, შემდეგ წლებში რა ფაზები გვექნება. შეიძლება შეგვეცვალოს გემოვნება საერთოდ, ხო, ვენერამ შეიცვალოს ნიშანი დირექციულ რუკაში, შეიძლება აქტიურობა გავგვიხდეს აბსოლუტურად სხვანაირი, ხო, იქ მარსმა შეიცვალოს მდებარეობა და შემდეგი 30 წელი მაგალითად გქონდეს, ან შემდეგი 5 წელი, აი სხვადასხვა ფაზებში როგორ ვიქნებით, ძალიან კარგად შეუძლია ეს დირექციებს დაინახოს და მნიშვნელოვანი არის უფრო განა ვინმე რო გვითხრას ეს, აი ჩვენ თუ გვინდა ჩვენ რუკასთან მუშაობა, ძალიან კარგი შესაძლებლობა არის ჩემი აზრით ესეთი ტრენინგზე მონაწილეობა, იქ გავივლით როგორც წარსულს ადამიანებში რა ფაზები როდის იყო, ასევე მომავალში რა შეიძლება იყოს და დავინახოთ როგორი მოძრავები ვართ, როგორი არ ვართ ესე რომ დავიბადეთ ერთი რუკა გვაქვს და მთელი ცხოვრება ესე მუშაობს, ხო? ტენდენციები მსგავსია რა თქმა უნდა, მაგრამ იცვლება ადამიანი და აი ამ ცვლილების ფაზებს ჩავრთავთ უკვე ამ ტრენინგზე, რომ ავხსნათ რა როგორ არის. მნიშვნელოვანი არის რაღაც საბაზისო ასტროლოგიური ცოდნა იყოს ადამიანისთვის, ხელმისაწვდომი ელემენტარული პლანეტები, სახლები, ეს მაინც უნდა იცოდეს, რომ აყვეს ამ ტრენინგს და უფრო მნიშვნელოვანი არის ასეთი კატეგორიაზე არის გათვლილი უბრალოდ ეს ტრენინგი, ვისაც ესმის რაღაც დონეზე, მინიმალურ დონეზე მაინც თავისი რუკა და უნდა უკვე თეორიული ცოდნა მაინც გაიგოს რა არის ტრანზიტები, როგორ მუშაობს ეს, ხო? აი ზოგი მაგალითად უკვე ჩართავს ამ ტრენინგიდან უკვე თავისთვის შეუძლია გამოიყენოს. ზოგისთვის იქნება საინტერესო თეორია, რომ რა ხდება ხო ტრანზიტებში და ეს ორდღიანი 4 საათიანი ტრენინგი ჩატარდება და იმედია რომ გეპატიჟებით, იმედია რომ გექნებათ ინტერესი და ეს მინდოდა რომ მეთქვა გელოდებით და დროებით.